მოგესალმებით ჩვენს მაყურებელს. არ გადაედო და მე მინდა ვთქვა, რომ პატრიარქმა გააკეთა უდიდესი რამე საქართველოსთვის, საქართველოს ეკლესიისთვის, მაგრამ ეს იყო საქართველოსთვის გაკეთებული. ჩვენ ამას ბევრი აღნიშნავს, მაგრამ მე ცოტა სხვა ფორმით მინდა აღვნიშნო, რომ კი ბატონო, მეც სხვანაირად ვაპირებდი თქვენთან ინტერვიუს დაწყებას, უბრალოდ სიტყვა მოიტანა ქალბატონ და ეს კომენტარი რადგან მომზადებული მქონდა, ამიტომ მოვასმენინე მაყურებელს, უფრო ლოგიკური იქნებოდა და მოდით დავიწყოთ ხო თავიდან, ვინ იყო პატრიარქი ილია მეორე თქვენთვის, საზოგადოებისთვის, ერისთვის და დარჩება თუ არა ის ისტორიაში, როგორც ერთ-ერთი ცენტრალური ფიგურა, რომელზეც მათ შორის ეკლესიას სწორებას გააკეთებს. პატრიარქის უმთავრესი პატრიარქობაში მემკვიდრეობა ხასიათი არის უტეხლობა, უდრეკობა, სიჯიუდე იმაში, რაც საქართველოს ეკლესიის დამოუკიდებლობას, ავტოკეფალიას ეხებოდა. დიახ. შეიძლება ესეთი ჯიუტი არ ყოფილიყო საერო კუთხით, ანუ ერის დამოუკიდებლობის, იმიტომ რომ ეს ერს უნდა გაეკეთებინა, მაგრამ მას უნდა გაეკეთებინა, რომ ეკლესია ყოფილიყო დამოუკიდებელი, განსაკუთრებით არ ყოფილიყო მარტო რუსეთის იმედად. განაპირობა საქართველოს დამოუკიდებლობა, ეკლესიის დამოუკიდებლობა, იმიტომ რომ ჯერ ავტოკეფალია გამოცხადდა და მერე საქართველოს 17-ში. დიახ, განაპირობა, მაგრამ 90-იც გავიხსენოთ. 90-ში საქართველოს ეკლესიამ პატრიარქის დიდი ბრძოლის შედეგად მიიღო ავტოკეფალიის აღიარება მსოფლიო პატრიარქის. დიახ. მსოფლიო პატრიარქისგან, რომ თუ ეს მაშინ როცა ტომოსი მოძებნილი არ იყო მე-4 საუკუნის ტომოსი და არც 1917-ის. დიახ, არასოდეს ესეთი ფორმით არ მქონია ოფიციალური. ეს პატრიარქმა გააკეთა და ამას რა მნიშვნელობა ჰქონდა, მაგას მინდა ხაზი გაუსვა, რომ ჩვენ რაც არ უნდა კათალიკოს პატრიარქი გვეწოდებინა, რუსეთი მაინც ეგზარხოსა და ეგზარქად იმას გვიწოდებდა, მაგრამ ვიქნებოდით საეგზარხოსო. ვიქნებოდით, იმიტომ რომ სოფლიო არ გვაღიარებდა, მარტო რუსეთი გვაღიარებდა და როგორც უკრაინას არ აღიარებს ახლაც. უკრაინას არ აღიარებს, მაგრამ ჩვენ გვაღიარებდა, მაგრამ მარტო რუსეთი გვაღიარებდა. უკრაინას სხვა დიდებული საქმეა, უკრაინას სოფლიო პატრიარქი აღიარებს და რუსეთი არ აღიარებს. ჩვენ პირიქით ვიყავი, რუსეთი გვაღიარებდა და სოფლიო არ გვაღიარებდა. სხვათა შორის საოცარი დამთხოვა არის ახლა ეს სამწუხარო ამბავი ფილარეტის გარდაცვალების, რომელიც დღეს აღესრულა. ადამიანის გარდაცვალება ყოველთვის სამწუხაროა. უსამძიმრებ უკრაინას. მაგრამ აქ ცოტა სხვა ის არის, ის იყო საპატიო პატრიარქი. დიახ, მესმის. და რა თქმა უნდა, უკრაინის ეკლესიას ეს არ შეეხება, შეეხება. ეპიფანე არის ახლა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის. შეეხება იმ გაგებით, რომ ყველა უხუცესის დაკარგვა და მით უმეტეს უხუცესი პატრიარქის დაკარგვა ერისთვის ყოველთვის მძიმეა. მაგრამ ჩვენ სხვა კატასტროფის წინაშე. დელეგაცია არ ჩამოდიოდა უკრაინის საქართველოში და ახლა შეიძლება ხელი შეეშალოს ამას. ანუ დელეგაციები ხო უნდა ჩამოვიდეს ამ სამძიმარზე მოწვევით. უკრაინას არ მოიწვევდნენ. თვითონაც არ ჩაიგდებს უხერხული, იმიტომ რომ არ ვცნობთ. და შეიძლება არ დააყენონ. ის გერა მსოფლიო პატრიარქს უთხრეს უარი. ეს დადგენილია, იმიტომ რომ დღეს რამდენჯერმე გადავამოწმე ინფორმაცია, ვკითხე მათ შორის სასულიერო პირს და მან თქვა, რომ პანაშვიც აღავლენს ბართლომეოსიც ქართველ მღვდელმსახურებთან ერთად. მსოფლიო პატრიარქი ჩამოდის თბილისში, გამოაცხადეს 11 საათზე, 12 საათზე იქნება ალბათ სამების საკათედრო სამებაში ან თბილისში ან სამებაში და 12 საათზე, იმიტომ რომ წირვა დამთავრებული იქნება. ანუ წირვაზე არ მოდის. და არ მოდის, არ ვიცი ხა, მაგრამ ეს არის კატასტროფული მდგომარეობა ჩვენი ეკლესიის. ადრე ცვლის ახლა სურათს. გამოდის რომ ბართოლომეოსიც თავისი ფრენის დროს განსაზღვრავდა იმის მიხედვით, რის უფლებას მისცემდნენ აქ ქართველი მღვდელმთავრები, ხო?
იმიტომ რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ის წინა საღამოს ჩამოვიდოდა შაბათ საღამოს. რა თქმა უნდა და და ის აღავლენ და მთავარ ის ხომ უპირატესია თავისი წოდებით, ხო იერარქია. ბართლომეოსი ჩადის, იქ ყოველთვის ბართლომეოსი მსოფლიო პატრიარქი ყველაზე უპირატესი, ის აღავლენს წირვას და სხვა დანარჩენი თანამწირველია. და მისი თანამწირველობა არ უნდა და რუსეთს, იმიტომ რუსეთი არ აღიარებს მას. სხვადასხვა ესეთი ანუ ახლა რა გამოდის, რომ ჩვენ დავუთმეთ რუსეთს პატრიარქის ბოლო პანაშვიდის გადახდა და მის ბელარუს წარმომადგენელ საქართველოში და ბართოლომეოს უარი ვუთხარით, ასე გამოდის. ჩვენ არ უთხარით უარი მოსაყდრემ ანდრია ჯაღმაიძემ. ისინი განაგებენ დღეს ეკლესიას. თუ ადრე ამბობდნენ რაღაცას მოსაყდრეში და ანდრია ჯაღმაიძემ ისინი წყვეტენ ახლა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ნახევარსაუკუნოვანი ისტორიით, რომლის ბიოგრაფიაზეც მიბმულია საქართველოს ეკლესიის ბიოგრაფია ბოლო 50 წლის განმავლობაში, ისინი წყვეტენ ახლა რომ ბართოლომეოსი არ იყოს ერთ-ერთი ცენტრალური ფიგურა ხვალ პანაშვიდზე? ადრე თუ რამეს ამბობდა მოსაყდრე ან ჯაღმაიძე მისი გუნდის წევრი ყოველთვის შეეძლოთ ეთქვას რომ ეს პატრიარქის განზრახვაა. დიახ. მიუხედავად ისა ჩვენ არ ვიცოდით იყო თუ არა პატრიარქის, მაგრამ შეეძლოთ პატრიარქის გამოყენება, ხო? აი ახლა მისი სახელის გამოყენება ახლა ხო არ შეუძლია. ახლა შეუძლებელია რომ გამოიყენოს რომ ეს პატრიარქს არ უნდა და მას რო წირვა ჩაეტარებინა. ეს არის ახლა ის წვეთს, მისია გადაწყვეტილება. ეს 40 დღე და სანამ აირჩევენ იმას. როგორ შეაფასებთ თქვენ ამ გადაწყვეტილებას? რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს ძალიან ცუდს, მაგრამ ეს ცუდი გამოაჩენს თუ ვინ არიან. თუ ვინ არიან ესენი. ამას გამოაჩენს და ეს კარგია. და მინდა დავზინო რომ მსოფლიო პატრიარქი საბედნიეროდ არის უდრეკი კაცი ისიც. დიახ. ის არ დათმობს და მე იმედი მაქვს რომ საქართველოს ის ესე ადვილად არ დაუთმობს რუსეთს, იმიტომ რომ მან იცის რა ხდება საქართველოში. მან იცის რა ხდება რუსეთში, მან იცის როგორ არის რუსეთი მასთან დაპირისპირებული და ჩვენის გადაყლაპვა როგორ უნდა. ეგზარხოსი გამოუგზავნა. ეს სიმბოლოა. ეს სიმბოლოა. ამიტომ სოფლიო პატრიარქს ჩვენგან ეკლესიისგან პირიქით თხოვნა უნდა ყოფილიყო რომ ჩამოსულიყო წირვაზე. თხოვნა სოფლიო პატრიარქი რომ ჩამოსულიყო წირვაზე. სამ სოფლიო პატრიარქი ასეთ ღონისძიებაზე აქ არასოდეს ერთ ხასიათზე მინდა გითხრათ. აი უდრეკობა მისი. არ თმობდა არასოდეს. 96-ში იყო ჩამოსული მოსკოვის რუსეთის პატრიარქი ალექსი მეორე 96-ში. მაშინაც ალექსი მეორე არ იხსენიებდა მსოფლიო პატრიარქს. არ იხსენიებდა იმიტომ რომ მსოფლიო ალექსი ლიტვიდან იყო, პრიბალტიკელი იყო და იქ მსოფლიო პატრიარქმა გახსნა ეკლესია და ამას ვერ პატიობდა. ჩვენ გვეკუთვნისო და არ იხსენიებდა. ალექსი მეორე და რუსეთის მოსკოვის პატრიარქი დიპტიხში ჩვენზე უპირატესია, ჩვენზე წინ დგას და სადაც როცა ის ჩამოდის საქართველოში ყოველთვის ისწირავს. ჩვენს პატრიარქს არ შეეძლო მასთან ერთად თვითონ ეწირავ. ავტოკეფალიის მიღების შემდეგ. არა, საერთოდ დიპტიხი ნიშნავს რომ რომელ ადგილზე გიხსენიებს მსოფლიო ეკლესია. და ის მეხუთე არის და თუ ქვემოთ არის მეოთხესთან, მაშინ ისწირავს, მაგრამ მე-6, მე-7, მე-8, მე-9, მე-10, მე-11 ეს ყოველთვის ალექსი წირავს. დიახ. უბრალოდ მოსკოვის პატრიარქი. და ის წირავდა, მე სტიქაროსანი ვიყავი მაშინ. სიონში. დიახ. და მაშინ სამება საერთოდ არ იყო ჩაფიქრებული და არ მოიხსენია, რახან ის მართავდა, მან არ მოიხსენია მსოფლიო პატრიარქი. და პატრიარქი თანამწირველი იყო. და ის მართავდა და მას შეეძლო ეს. როგორც კი მან მოხსენიება, ყველა ეკლესიებს ხო იხსენიებენ პატრიარქი. მსოფლიო პატრიარქი არ მოიხსენია. პატრიარქი გამოვიდა, იმенно ჩამოამთავრა, გამოვიდა, გამოართვა ბარძიმი და დაიწყო მსოფლიო პატრიარქით და ყველა მოიხსენია. გამოვიდა რომ ალექსიც თანამწირველი გახდა მსოფლიო პატრიარქის მოხსენიებით. ანუ არ დათმო
გესმით რას აკეთებდა? ის არ თმობდა საქართველოს ეკლესიის. ანუ ის რაც ყვირას უნდა მოხდეს, ეს პატრიარქის სურვილი არ იქნება. არა, რა თქმა უნდა. მე აქვე მინდა წავიკითხო დელეგაციის შემადგენლობა, რომელიც ყვირას ჩამოვა, კონსტანტინოპოლის არქიეპისკოპოსი, მსოფლიო პატრიარქი ბართოლომეოსი, ქალკედონის უხუცესი მიტროპოლიტი ემანუელი, დიდი ეკლესიარხი აიეტოსი, პატრიარქი, პირადი ოფისის დირექტორი, არქიდიაკონი ალექსანდრე და არქიმანდრიტი ილია ჯინჯოლავა, რომელიც არის ახლა ბართოლომეოსის მარჯვენა ხელი, ასე ვთქვათ, გუშინ ვისაუბრეთ სხვათა შორის, მან თხოვა რომ ჩართვისთვის ვერ მოიცვლი და ის იქნებოდა დასტუმრობისთვის, იმიტომ რომ კვირას დავპატიჟა სტუმრა და ის იქნებოდა ბართოლომეოსთან, მაგრამ ჯერჯერობით არ იყო გადაწყვეტილი, ჩვენ ყველას გვეგონა რომ წირვა-ლოცვას აღავლენ და სწორედ ბართლომე. კარგი იქნებოდა. სამწუხაროდ ესე არ მოხდა. საქართველოს არ ყოლია ისეთი ლიდერი, რომელთა ღვაწლი სიცოცხლეშივე იქნებოდა აღიარებული. დავით აღმაშენებელიც კი ერმა აღმაშენებელი 4 საუკუნის შემდეგ უწოდა. რას ხედავთ ჩვენ ახლა თბილისის ქუჩებში? იყო თუ არა თქვენთვის მოსალოდნელი ხალხის ასეთი სიყვარული, გლოვა, გამოსამშვიდობება, მადლიერება პირველ რიგში და ეს არ არის მხოლოდ მრევლი, ესენი არ არიან მხოლოდ ქრისტიანები. და პატრიარქი ხედავს რაღაცნაირად თითქოს გაერთიანებულ ერს მისი ფიგურის ირგვლივ. მაგრამ არის თუ არა ერთიანი ახლა ეკლესია? ეს რიტორიკული კითხვაა, ნაწილობრივ თქვენ ამაზე ისაუბრეთ და მოდით ახლა გავაგრძელოთ. როგორ ეკლესიას ტოვებს ილია მეორე? ისინი ვინც ამბობდნენ პატრიარქსაც ეშლება და ეკლესიაში ხდება ცუდი რაღაცები და შეიძლება პატრიარქმა თქვას და ჩვენ არ დაუჯეროთ. ისინი დღეს მიიწერენ ამ ერის პატივს პატრიარქის მიმართებაში თავის თავზე. აი როგორ გვიყვარდა და თუ უყვარდათ ამას რატო ამბობდნენ ეს ერთი. თუმცა ხო, იგივე იმ ევროკავშირის კომენტარს რო დაუბრუნოთ. ხო, ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ რუსეთი იყოს უპირატესი, როგორც ეკლესიაში, ისე საერო ცხოვრებაში, საშინელებები ილაპარაკონ ევროპულ ქვეყნებზე, ევროპულ ცხოვრებაზე და ხედავთ აგერ პატრიარქის ყველა სურვილი არის ნივილირებული. პატრიარქმა მე თავიდან რომ დავიწყე იმას გავაგრძელე, იცოდა რომ საქართველოს ეკლესია თუ იქნებოდა ავტოკეფალიურად აღიარებული მსოფლიოს მიერ და ექნებოდა მსოფლიო ეკლესიებთან, მართლმადიდებლებთან ურთიერთობა, საქართველოს გაუჭირდებოდა მტერს საქართველოს რო დაეკარგა თავისუფლება. ჩვენი ავტოკეფალია და ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა ერთმანეთზეა გადაჯაჭვული. სრულიად ერთმანეთს ერთი რო კარგავს, მეორეს კარგავს. და პატრიარქი ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას იცავდა ეკლესიის დამოუკიდებლობით. ეკლესია თუ იქნებოდა დამოუკიდებელი რუსეთისგან პირველ რიგში და ცნობილი მსოფლიოში. რაც ხდება ახლა ერში, აი რუსეთს რა უნდა? რომ ჩვენ არ ვიყოთ ევროკავშირში, არ იყოს ამერიკა ჩვენი პარტნიორი და სტრატეგიულად ვიყოთ რუსეთს მიბმული. თორე სხვანაირად გვერქმევა საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკა, გვერქმევა ეს სახელი, მაგრამ ეს იქნება ფიქტიური, ხო? იგივე დარჩება სამწუხაროდ თუ რუსეთმა თავისი ინტერესები გაატარა ოცნების დახმარებით, იგივე მდგომარეობაში დარჩება საქართველოს ეკლესია.